სახიფათო სიტუაციები, განადგურებული შენობები და ისრისი დაჯერებაც რთულია იქამდე, სანამ მას საკუთარი თვალით არ ნახავთ. ამ ეპიზოდში იმ წარმოუდგენელ მიწისძვრებს გაჩვენებთ, რომლებსაც ერთ წამში ყველაფრის განადგურება შეუძლიათ. ეს შემაძრწუნებელი კადრები ჩინეთის პროვინციაში, სიჩუანშია გადაღებული. თავდაპირველად თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მალევე 7 ბალიანი მიწისძვრის გამო ადამიანები სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. თუ ოდესმე გიფიქრიათ თუ როგორია მიწისძვრის გადატანა მაშინ, როდესაც ავტომობილში იმყოფებით, პასუხს ახლა ნახავთ. ეს კადრები თითქოს ფილმიდანაა, მაგრამ რეალურად ეს მიწისძვრა ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულზე მოხდა. ასე გამოიყურება ჩინეთის ერთ-ერთ რეგიონში მომხდარი 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგები. შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მის ჩამოშლამდე მოხდა, მაგრამ იმ დღეს უამრავი მათგანი საკუთარი სახლის გარეშე დარჩა. იაპონელმა მშენებლებმა უკვე დიდი ხანია რაც ისწავლეს ისეთი შენობების აგება, რომლებიც მიწისძვრას იდეალურად უძლებს. საბედნიერო დამბიძგების დროს შენობაში ადამიანები უკვე აღარ იმყოფებოდნენ. ისინი მოვლენებს უსაფრთხო დისტანციიდან აკვირდებოდნენ. Dios mío.
ეს ვიდეო 2021 წელს ტოკიოში გადაიღეს. თანამედროვე მეცნიერების ნაციონალური მუზეუმის მორიგი კონფერენცია ძლიერი მიწისძვრის გამო ჩაიშალა. ამ უნიკალურ ვიდეოზე მყინთავებმა დააფიქსირეს მომენტი, თუ როგორ იგრძნობა მიწისძვრა მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბაში. (2025) წლის იანვარში ინდონეზიის ერთ-ერთ რეგიონში მოკლე, მაგრამ ინტენსიური 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მოსახლეობის თქმით, ეს მიწისძვრა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში 30-მდე შენობა დაზიანდა. გემებიც კი არ არიან უსაფრთხოდ მაშინ, როდესაც ძლიერი მიწისძვრა ხდება. ინდონეზიის სასაზღვრო პორტში გადაღებულ ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რა სიძლიერით იწყებს წყალი გემების რყევას რამდენიმე მიწისქვეშა ბიძგის შემდეგ. 2022 წელს ტაივანს თავს 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა. სამწუხაროდ ერთ-ერთი სოფლის ხიდი ასეთი ბიძგებისთვის მზად არ აღმოჩნდა. ადგილობრივი მაცხოვრებლისა და მისი დრონის წყალობით ჩვენ კარგად შეგვიძლია დავინახოთ, თუ რამდენად სერიოზული იყო სტიქიის შედეგები. წელს შემთხვევითმა გამლელმა დააფიქსირა მომენტი, თუ როგორ რეაგირებენ სამშენებლო ამწეები მიწისძვრაზე. საბედნიეროდ მათ ბიძგებს გაუძლეს, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვა საკმაოდ შემაშინებელია. ვიდეო მეთვალყურეობის კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც მიწისძვრამ ორ ადამიანს იმაუსში მოუსწრო, რომელშიც მიწისძვრის გამო უდიდესი ტალღები წარმოიქმნა.
ოსაკაში მომხდარ მიწისძვრას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია, მაგრამ მან კატები ნამდვილად შეაშინა. No corran, se pueden caer. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ მიწისძვრისთვის მზად ხართ, ის მაინც მოულოდნელი იქნება. ამ ადამიანებს მიწისძვრამ პირდაპირ ხიდზე მოუსწრო, რაც ასეთი სტიქიის გადასატანად საუკეთესო ადგილი ნამდვილად არაა. Okay, Sarah? Uh-oh. Guys, come outside. Yeah. Yeah, okay, Sarah? Come down quickly. Workers rescued a seriously injured woman from the rubble. Her pain is all too real. 2011 წელს კენტბერის რეგიონში მომხდარი მიწისძვრა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი ბიძგები ახალი ზელანდიის მთლიან სამხრეთ რეგიონში იბრძნებოდა. ამ სტიქიურმა უბედურებამ ქალაქს დიდი ზიანი მიაყენა და დღეისათვის ის ქვეყნისთვის ყველაზე ძვირადღირებულ მიწისძვრად ითვლება. Get first aid if necessary before helping injured or trapped persons. A friends and family message board has been set up on the homepage of the 3 News website. That was a biggie. Oh, 2019 წლის ივლისში კალიფორნიაში ქალაქ რიჩ-კრისტში ძლიერი 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგებმა მრავალი შენობა დააზიანა, მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო, რომ სტიქია კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. This civilization is stellar. We can manipulate the energy.